ონის რაიონის სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია 12 სოფელი ამ წუთამდე რაიონული ცენტრის გადმოწყვეტილი რჩება. Ძლიერი წვიმის გამო მდინარე რიონის ადიდების შედეგად მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილზე სულ უფრო მეტი სამაშველო ბრიგადისა და ტექნიკის მობილიზება ხდება საჭირო. ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი ბერტმფრენით გამოჰყავთ. ჩანგრეულია ცენტრალური 2 კილომეტრიანი გზის რამდენიმე მონაკვეთი, წაღებულია ხიდები და დაზიანებულია წყალმომარაგების ქსელი. რთულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, წყალდიდობის გამო რთული ვითარება შეიქმნა კურორტ შოვშიც. ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგიაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს აწვდიან. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით უკვე დაკომპლექტდა საგანგებო შტაბი, რომელიც ვითარების კონტროლს სტიქიის ზონიდან ახორციელებს. უხმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი დააზარალა. ჯებირებიდან გადმოსულმა წყალმა დაანგრია გზები და ხიდები, დატბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი მიწები. ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენით წაიღო, რის გამოც 2000-მდე ადამიანი, მათ შორის რაჭაში დასასვენებლად ჩასული მოქალაქეები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. 400 აბონენტს შეუწყდა წყალმომარაგებაც. დაახლოებით პირველი საათი იყო ღამის, დაიწყო მომატება წყალმა, საშინელი ხმაურით მოდიოდა, გამოსული იყო გარეთ მთელი სოფლის ხალხი და შემოვიდა სახლებში, შევიდა დატბორა სახლები, სასაფლაო დატბორა სოფლის, გომია სოფელი ხიდი წაიღო, ხიდის ის გადასასვლელი არ არის, სხვა ალტერნატიული გზა არც სოფლის მოწყვეტილია. ძალიან ძლიერი ხმაური იყო. გუგუნით მოდიოდა წყალი. საშიშროება რა თქმა უნდა რომ არის. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟამიერეთში ადიდებულმა მდინარე რიონმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა. სახლში სტიქიის დროს არავინ იმყოფებოდა. ეს სოფელი ღებია. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლათქის შორამ სოფელთან მისასვლელი გზა დატბორა და დააზიანა. სტიქიამ დაანგრია შოვსა და გლოლაში გადასასვლელი ხიდიც. აღნიშნული ვიდეო მასალა ადგილობრივებმა გადაიღეს, რაც მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ცეტყვა იყო ზედახეობაში, ახლა იქ დღეები, გლოლა, ჭიორა. ერთი მდინარეა იქ საშინელი ლათქიშორა ქვია, ის ადროს იგუბება ხოლმე და ერთენად მოდის, კეტავს მდინარესა, ძალიან დიდი ზარალი მიადგა რაიონს. ხახშო ძალიან აგერ მეორე ხიდია ლაგვანთის, ესიც გაწყვიტა შუაზე საკაურა ხალია, მაგრამ ავიც ძალიან დიდი ზარალი, აგერ ახალი ჯებირები, სულ ახალი ჯებირები, ნახე რა უქნათებას. 30 წლის წინ იყო ასეთი. ვერტალიოტით დავიარებოდით მთელი თვენახევარი. ზემო სოფლებში. ჩემი სოფელი უკვე კავკასიონისთან არის. იმისებით აღარ არის სოფლები. ერთ სახლს სოფელ ჟამიერეთში გამოიცალა საძირკველი, დაზიანებული არის ერთი კედელი, მაგრამ არ ცხოვრობენ იქ. არ არიან მუდმივი მაცხოვრებლები და 2 დღის წინ წავიდნენ ქალაქში, თბილისში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან 30-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. მათ კი ვინც ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა, საჭიროების მიხედვით მედიკამენტები და საკვები მიაწოდეს. ინგა ტალახაძე ერთ-ერთია, ვინ 17 წლის შვილთან ერთად ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა და მხოლოდ დღეს შუადღით ვერტმფრენით შეძლო სტიქიის ზონიდან გამოსვლა. წყლებზე მივიდიოდით შოვში. შავე წყლებზე და ესე რო გადევედით, ხო უკვე ნამქერი მოდიოდა ეგ ზემოდან. ხო და გავაჩერეთ ეგრევე, მე ისევე დავბრუნდით. მე აქედან მოდიოდა და ეს სადაც ჩვენ ვიყავით, ზუსტად იმ მდებარეობაზე, აქეთაც ჩაწყდა და იქიდან ჩაწყდა გზა. ხო. მაგარ წამეიღო ქვები, რა ვიცი, ხეები, რა ვიცი, დათხარას ყველაფერი. წყალდიდობა იყო. გადმოვიდა მდინარე, რომელიც აი ესე კოტეჯებში დადიოდა და აი ესე წყალში ვიჯდექით. საჭიროების შემთხვევაში ვის ექნება დამსვენებლებს თუ ადგილობრივ მოქალაქეებს გამოყვანის სურვილი, ჩვენ თავისთავად დავეხმარებით და გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე მსგავსი არის მხოლოდ ორ ლოკაციაზე, სადაც ჩარჩენილი არიან. შეტყობინებები შემოდიოდა სხვადასხვა ლოკაციებიდან, თუ რა საჭიროებები იყო, ძირითადად იყო მედიკამენტებზე და იყო ბავშვთა კვებაზე, რომელიც უზრუნველყოფაც ჩვენ მოვახდინეთ. ჯამში სტიქიამ 10 ხიდი დაანგრია და 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა წაიღო. ზოგიერთი მონაკვეთი იმდენად დაზიანდა, რომ სპეციალისტების ვარაუდით აღდგენა შესაძლოა კვირაზე მეტი დროც დასჭირდეს.
ცენტრალური გზის სავალი ნაწილი 8 ადგილას ჩაინგრა. ასევე დაზიანდა რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულები და შიდა სასოფლო გზები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე მოწყობილია შემოვლითი გზა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. რამოდენიმე რთული მონაკვეთი არის, ალბათ დაჭირდება საკმაოდ სერიოზული სამუშაოები, საიმისო თუ ეს გზა დროებითი გზები მაინც მოეწყოს. აქვე პარალელურად აღნიშნავ, რომ თვითონ ქალაქ ონის წყალმომარაგებას გარკვეული საშიშროება ემუქრებოდა, თუმცა გატარებული სამუშაოების შედეგად დღეის მდგომარეობით ონს წყალი მიეწოდება ჩვეულებრივად. ფეხით მოგვიწია გადასვლა, 12 კრიტიკული წერტილი არის იდენტიფიცირებული, რომელზეც სასწრაფოდ პირველ რიგში სალიკვიდაციო სამუშაოებია ჩასატარებელი, უნდა მოეწყოს შემოვლითი გზები და ასევე უნდა მოხდეს ხიდების და ხიდებთან მისასვლელი გზების აღდგენა. პირველ რიგში ორი მონაკვეთია ყველაზე კრიტიკული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა გვექნება უკვე პარალელურ რეჟიმში ვაწარმოოთ სამუშაოები დანარჩენ მონაკვეთებზეც. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოადგილე ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგოპროჯორჯია შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები. მათივე ცნობით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეო კონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ამ წუთში დამთავრდა თათბირი პრემიერ-მინისტრის მოგცა დავალებები, რა უნდა გაკეთდეს და ჩვენც მოვახსენეთ მდგომარეობა, ლაპარაკია გზების აღდგენაზე, სასმელი წყლის აღდგენაზე, იმ სოფლებში, სადაც სასმელი წყალი არ მოეწოდებათ და ელექტროენერგიის აღდგენაზე. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 2 კილომეტრი, შეიძლება ცოტა მეტი სიგრძის გზა არის წაღებული და ზოგიერთი იმდენად რთული მონაკვეთია, რომ მათი აღდგენა შეიძლება კვირაზე მეტი დასჭირდეს, 2 კვირამდეც ვარაუდობენ სპეციალისტები. დღის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენილია დროებითი წყალმომარაგებაც მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალით ცისტერნებით მიეწოდება. რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, ვერტფრენი სტიქიის ზონაში დარჩება და საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში გზის გარეშე დარჩენილი სოფლებიდან მოსახლეობას გამოიყვანს.